გამარჯობა. საინტერესო სტატისტიკით დავიწყებ, რომ 2025 წლის ყოველ წელს LinkedIn აქვეყნებს ხოლმე იმ უნარების სიას, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი იქნება იმ და შემდეგ წლებში და 2025 წელს არ გაგიკვირდებათ, რომ AI წიგნიერება, ან AI ლიტერასი იყო პირველ ადგილზე 2025 წლის ახალ უნარებში, რომელსაც ყველა დამსაქმებელი ითხოვს და ფაქტიურად AI უნარების არ ქონა უახლოეს მომავალში ნიშნავს მალე, ყოველ შემთხვევაში ძალიან გართულებულ სამუშაოს ძიების პროცესს, ან საერთოდ ვერ პოვნას. და იმისთვის რომ ეს მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული მხოლოდ ამერიკული სტატისტიკა, საქართველოს შრომის ბაზარზეც კი უკვე ნელ-ნელა დამსაქმებლები ხვდებიან, რომ ეს AI რაღაც კარგია და თუ დასაქმებული მას იყენებს, ნელ-ნელა იგებენ ამას ქართველი მენეჯერები, პირიქით ეს კარგია, იმიტომ რომ მათ საქმეს ამარტივებს და აჩქარებს. და საქართველოშიც და მსოფლიოშიც კომპანიები ელოდებიან, რომ ადამიანებმა იციან მინიმუმ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. დასავლეთში ეს უფრო მეტად შეიმჩნევა, საქართველოში ნელ-ნელა ხვდებით, რომ იგივე ტენდენცია იწყება. და აი ხედავთ, როგორ გაიზარდა იმ job posting-ების ან ვაკანსიების რაოდენობა, რომელშიც ნახსენებია, რომ AI-ის უნარები მოთხოვნილია, ან სასურველია მინიმუმ, ან აუცილებელი. მაგრამ ეს ერთი კარგი სტატისტიკა საინტერესო რაც არის, მეორე მხარეც აქვს ამ სტატისტიკას, არის ის, რომ AI-ის განვითარება ბევრ ადამიანს ეხება და ეს შეხება არ ნიშნავს აუცილებლად პოზიტიურ შეხებას, შეიძლება AI-ის განვითარება მართლა ჩაანაცვლოს ადამიანების გარკვეული ნაწილი, თუმცა ეს არ აღემატება 5%-ს სამუშაო ძალის და მთავარ გამოწვევას ქმნის. ეს AI უნარები კი მოთხოვნადია, კი ითხოვენ დამსაქმებლები, მაგრამ საიდან უნდა მოიტანონ დასაქმებულებმა, რომლებსაც არ აქვთ არც სკოლაში ჯერჯერობით, არც უნივერსიტეტებში, არც პროფესიული განათლების სისტემაში საშუალება, რომ ხელოვნური ინტელექტი და ხელოვნური ინტელექტის საკუთარ პროფესიაში გამოყენება ისწავლონ. რა უნდა ქნან ასეთმა ადამიანებმა და როგორ უნდა უპასუხოს განათლების სისტემამ შრომის ბაზრის ამ ახალ ტრენდს. ეს არის კითხვა და ამ ფორუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვაც. ეს ერთი მხარე, მოკლედ შრომის ბაზარი რას ითხოვს და მეორე საინტერესო მხარე AI-ის განვითარების არის ბევრი დამსაქმებლისგან, ბევრი ლექტორისგან და პროფესორისგან მოსმენილი წუწუნი იმაზე, რომ AI აზარმაცებს ადამიანებს. ეს ალბათ თქვენც გითქვამთ, მე შემიმჩნევია, ჩემ თავზეც კი, როცა ბევრ საქმეს ზედმეტად ვანდობთ ხელოვნურ ინტელექტს, ხშირად შეიძლება რომ გავზარმაცდეს და იმაზე მეტი დრო დავხარჯოთ რაღაც კონკრეტული ამოცანის მეილის დაწერაზე მაგალითად, ვიდრე ჩვენი ხელით რომ დაგვეწერა. მე შემიმჩნევია ეს ჩემსავე შემთხვევაში. და MIT-ის ბოლო კვლევა აჩვენებდა, რომ ადამიანები, რომლებიც იყენებენ გადაჭარბებულად ან ძალიან ხშირად ხელოვნურ ინტელექტს, მათი ტვინის სიგნალები ინტენსივობა შემცირდა, მოკლედ ეს შეგვიძლია ესე ვთარგმნოთ, რომ ცოტა მათი ტვინი გაზარმაცდა, პრაქტიკული დასკვნა ესეთია. და ამ კვლევებმა და ეს ერთი კვლევა MIT-ის, მაგრამ კიდევ ბევრი სხვა მოყვა ამას, როგორ მოქმედებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ადამიანებზე. ამ კვლევამ გააჩინა კითხვები, როგორ უნდა ისწავლონ ადამიანებმა AI-ის გამოყენება ისე და განსაკუთრებით გენერაციული ხელოვნური ინტელექტის, ანუ ChatGPT-ის, Gemini-ის და სხვა ასეთი ინსტრუმენტების გამოყენება ისე, რომ ეს შედეგი არ მივიღოთ და პირიქით, ეს მართლა ასისტენტი იყოს და არა ჩვენი უმცროსი კოლეგა, რომელსაც ყველაფერს გადავაბარებთ ხოლმე. ეს კითხვა გაჩნდა და ამ კითხვაზე პასუხი მალევე უნდა ვიპოვოთ ერთად აკადემიურ სივრცესთან. ერთად ერთი პასუხი, რომელიც ამ კითხვას აქვს, ეს არის ის ზუსტად ის AI წიგნიერება, რომელთაც დავიწყეთ. AI წიგნიერება, ან AI ლიტერასი სინამდვილეში ნიშნავს, რომ ადამიანს შეეძლოს ერთი მხრივ სწორად გამოყენება ხელოვნური ინტელექტის, ეფექტურად, უსაფრთხოდ და რაც მთავარია, შეეძლოს ახალი ტექნოლოგიების ჩქარა სწავლა. თქვენ თუ ადევნებთ თვალს ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, შეამჩნევთ, რომ ყოველ კვირაში რაღაც ახალი მოდელი გამოდის, ყოველ კვირაში რაღაც ინსტრუმენტი უმჯობესდება და ყოველ კვირას იმ პროფესიაში დაინტერესებულ ადამიანს უწევს, რომ ეს ახალი ტექნოლოგია ისწავლოს. გაერკვეს, შეადაროს წინა მოდელს, ახალი მოდელი და გადაწყვიტოს, რომლის გამოყენება ჯობია მისი კონკრეტული ამოცანისთვის. ესეც მნიშვნელოვანი უნარია, რომელსაც AI-ის წიგნიერება მოიცავს. და მესამე მნიშვნელოვანი უნარი არის, რომ შენ რა საქმესაც უკვე აკეთებ, იმ საქმეში როგორ შეგიძლია AI გამოიყენო, ამის მიხვედრა შეძლო, ამის სწავლა
ან ჟარგონულად რო ვთქვა, დამუღამება შეძლო, როგორ შეიძლება AI-მ შენი საქმე გაამარტივოს. ეს სამი უნარი ერთად ქმნის AI წიგნიერებას, რომელიც ესე უნდათ როგორც ჩანს დამსაქმებლებს. მაგრამ კითხვა არის მეორე მხარესაც, დამსაქმებელს რა თუნდა ეს AI წიგნიერება, რაში ჭირდება, ან რა კონკრეტულ სარგებელს, ეკონომიკურ სარგებელს აძლევს მას დასაქმებული, რომელიც AI-ს კარგად იყენებს. და აქაც სამი ძირითადი კომპონენტია. პირველი არის ის, რომ თქვენ შეამჩნევდით, რომ AI-ის განვითარებასთან ერთად თქვენ გაგიჩნდათ სრულიად ახალი უნარები, რომელიც მანამდე არ შეგეძლოთ. მაგალითად, მე არასდროს არ შემეძლო სწორი ხაზის გავლებაც, მაგრამ შემიძლია ახლა ხატვა. იმიტომ რომ AI-ის კარგად გამოყენება ვიცი და მისი საშუალებით შემიძლია რომ ნებისმიერი რამე რაც თავში მომივა დავხატო. თლად ნებისმიერი და სრულყოფილი შეიძლება არ იყოს, მაგრამ ჩემს ნახატებზე გაცილებით უკეთესი იქნება. ეს ერთი მაგალითია, მაგრამ ზოგადად ადამიანებმა შეიძინეს ახალი უნარები, მაგალითად კოდის წერის, მაგალითად პროექტების მომზადების და მულტიფუნქციური გახდა ზოგადად სამუშაო ძალა. ანუ ერთ ადამიანს შეუძლია AI-ისთან ერთად ბევრი საქმე აკეთოს. ეს დამსაქმებლისთვის იდეალური კომბინაცია, იმიტომ რომ ერთი გენერალისტი თანამშრომელი შეიძლება ყავდეს, რომელსაც სხვადასხვა ფუნქციებს დაავალებს და არ ყავდეს მაგალითად 5 სხვადასხვა ვიწრო სპეციალობის მქონე ადამიანი. ამიტომ მოსწონს დამსაქმებელს ასეთი თანამშრომელი. მეორე არის რომ AI-ის გამომყენებელი თანამშრომელი უფრო ჩქარია. ნებისმიერ საქმეს უფრო ჩქარა აკეთებს. როგორც ამბობენ, საშუალოდ 30%-ით იზრდება კარგი AI იუზერის პროდუქტიულობა კვირის საშუალოდ უფრო ნაკლებ დროს ხარჯავს იგივე საქმეების შესრულებაში და ესეც დამსაქმებლისთვის პირდაპირ სარგებელია. და მესამე არის ის, რომ თუ თანამშრომელი AI-ის კარგი გამომყენებელია, ნიშნავს, რომ მას რაღაც აინტერესებს, ცოცხალია, როგორც თანამშრომელს პულსი ესინჯება და ინტერესი აქვს და შესაბამისად მზად არის, რომ ახალი სიახლეებსაც შეეჭიდოს, ახალი რაღაცები ისწავლოს და ესეც კომპანიისთვის სასარგებლოა საბოლოო ჯამში. ანუ ერთი მხრივ არის დამსაქმებლის ინტერესი, ეს სამი რაც ვთქვით, მეორე მხრივ არის დასაქმებულის ინტერესი, რომ კონკურენტუნარიანი იყოს, ყოველთვის შეეძლოს სამსახურის პოვნა და მაინც ეს ამდენი ბენეფიტის მიუხედავად, კითხვა ჩნდება, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ სად უნდა ისწავლოს ადამიანმა ეს AI წიგნიერება? საიდან უნდა გამოიმუშაოს ეს უნარების მთელი რიგი, რომ დაშრომის ბაზრის ამ მოთხოვნას უპასუხოს? ყველაზე ბუნებრივი პასუხი ჩემი აზრით და გამოცდილებაც ამას მოწმობს, ეს არის სკოლა. სკოლა არის პირველი ხაზი, სადაც ადამიანები ძირითად საბაზისო უნარებს იღებენ, ან უნდა იღებდნენ ყოველ შემთხვევაში. და ამ ქვეყნების მაგალითი, იქ ესტონეთის დროშა უნდა იყოს, რატომღაც აღარ ჩანს. ჩინეთიდან ემირატებამდე ამ ქვეყნებმა და როგორც ხედავთ, ეს არ არის მხოლოდ დიდი ქვეყნები. ან მხოლოდ აზიური ქვეყნები, ან მხოლოდ ევროპული ქვეყნები. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფაქტიურად მართლა ჩინეთიდან ესტონეთამდე ყველა ქვეყანა მიხვდა, რომ სკოლა არის პირველი ადგილი, სადაც AI-ის წიგნიერება უნდა ისწავლებოდეს. და რა ქნეს ამ ქვეყნებმა? ყველას შედარებით ერთმანეთისგან განსხვავებული მიდგომა აქვს, მაგრამ პრინციპი ერთია. ყველა ქვეყანა სკოლაში სავალდებულო AI კურიკულუმს ნერგავს. ყველა ქვეყანა სავალდებულოდ შეაქვს ხელოვნური ინტელექტის საბაზისო უნარების სწავლება სასკოლო პროგრამებში, ეროვნულ სასწავლო გეგმებში. ჩინეთი არის ყველაზე პრინციპული და მან ყველას ასაკის მოსწავლისთვის სავალდებულოდ დააწესა ხელოვნური ინტელექტი როგორც საგანი. ესტონეთიც იგივე გზაზეა, დანარჩენი ქვეყნები შედარებით უფრო ლიბერალურები არიან და კლასების მიხედვით ან არჩევით საგნებად ამატებენ ხელოვნურ ინტელექტს, მაგრამ პრინციპი ერთია. ყველა ხვდება, რომ სკოლა არის პირველი ხაზი, სადაც ეს უნარები უნდა გამოიმუშაონ მოსწავლეებმა. ორი მიდგომა არსებობს აქ, როგორც შეიძლება რომ ხელოვნური ინტელექტი სკოლაში ასწავლო მოსწავლეებს. პირველი, რომელზეც ჩვენ AI ასოციაცია მუშაობს და ახალი წლიდან დაიწყება ეს პროექტი საპილოტედ კერძო სკოლებში. ეს არის literacy first, ანუ წიგნიერები, პირველ რიგში წიგნიერების ფორმატის მიდგომა. და მეორე არის ჩვენი ახლო მეზობლის სომხური გამოცდილებას გაგიზიარებთ, სადაც არის engineering first, ანუ ინჟინერია პირველ ადგილზე მიდგომა. რა განსხვავება ამათ შორის არის ის, რომ ქართული მიდგომით ჩვენ გვჭირდება სკოლამ გამოუშვას ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ საბაზისო AI უნარები. სომხური მიდგომა ამბობს, რომ მათ უნდა გამოუშვან, მათმა სკოლებმა უნდა გამოუშვან მოსწავლეები, რომელსაც აქვთ AI ინჟინერიის უნარები. AI ინჟინერიის უნარები გაცილებით მეტ საფუძველს მოითხოვს, მათ შორის მათემატიკის უკეთეს ცოდნას, უკეთეს მომზადებას, ტექნიკურად უფრო რთული საკითხები უნდა დაიფაროს ამ პროგრამაში, მაგრამ 400-მდე სკოლაა სომხეთში ჩართული ამ პროექტში უკვე 3 წელია მიმდინარეობს, ანუ ჩვენ გვისწრებენ მინიმუმ 3 წლით.
და AI ინჟინერებს უშვებენ ისე რომ საერთაშორისო ოლიმპიადაზეც იყვნენ ჩვენთან ერთად. ჩვენ მედალი ჩამოვიტანეთ და honorable mention-ი პირველივე წელს სომხეთმა მხოლოდ მედალი, მაგრამ მაინც ისინი უფრო წინ არიან AI განათლებას თუ მიდგება საქმე. ქართული მიდგომა ამბობს ასეთ რამეს, რომ ჩვენ რადგან არ გვაქვს საკმარისი ბაზა ჯერ თუნდაც მათემატიკური აპარატი მოსწავლეებში ისეთი, რომ ეხა იქ AI ინჟინერია ვასწავლოთ, ან რთული პროგრამირება ვასწავლოთ. მოდი AI-ის საბაზისო უნარები მივცეთ ყველა მოსწავლეს. შემდეგ როცა ისინი გამოვლენ სკოლიდან, ეს ტექნოლოგია მათთვის იყოს ისეთივე ნაცნობი, როგორც მაგალითად ჩემი თაობისთვის იყო კომპიუტერის ხმარება, იმიტომ რომ ისტის საგანი შემოვიდა სკოლაში 2000-იანების დასაწყისში, ხო? ეს სხვა შორის ესტონეთისგან ინსპირირებული გადაწყვეტილება იყო თავის დროზე, როცა კომპიუტერული ტექნოლოგიები შემოვიდა სავალდებულო საგნად და ეხლა ესტონეთი ისევ იგივეს აპირებს, როგორც ხელოვნურ ინტელექტს. ხელოვნური ინტელექტი გახდება სავალდებულო საგანი, ისევე როგორც ICT ან IST იყო თავის დროზე. მაგრამ სკოლა პირველი ხაზია ამ AI წიგნიერებისთვის და ჩვენ გვინდა რომ მინიმუმ ყველა მე-12 კლასელს, კლასს დამთავრებულს, ქონდეს ეს საბაზისო უნარები, რომ იცოდეს როგორ გამოიყენოს AI სასწავლად და როგორ გამოიყენოს სწორად და არა გაზარმაცებისთვის. აქ ეს ხაზიც რომ შევკრათ, ამ უნარების სკოლაში სწავლების მთავარი პრინციპი ის არის, რომ მოსწავლეები ადრიდანვე შეეჩვიონ სწორად გამოყენებას ხელოვნური ინტელექტის და არა უბრალოდ გადაწერისთვის, ან დავალების მარტივად მოშორებისთვის AI-ის გამოყენებას. მაგრამ ხო, ეს ამბავი ესე მუშაობს, თუ სკოლებში გვინდა ამ ტექნოლოგიის მართლა და სწორად შეტანა, სამი კომპონენტისგან შედგება ეს პროექტი. პირველი ეს არის აკადემია, აკადემიაში გულისხმობ უნივერსიტეტებს, რომლის სტუდენტებიც უნდა იყვნენ მასწავლებლები თავის შემდეგი თაობისთვის, ეს არის იდეალური მიდგომა, რომელიც სომხეთის მაგალითმაც აჩვენა, როცა სტუდენტები ხდებიან ტრენერები და მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიძლება რომ AI ან კომპიუტერული მეცნიერების პროგრამებიდან სტუდენტები გახდნენ ახალი თაობის მენტორები. მეორე ნაწილი ამ ტრიადის არის ინდუსტრია და პროფესიული საზოგადოება, მაგალითად ასოციაცია, რომელსაც შეუძლია ექსპერტიზის მიმართულების მიცემა და ამ პროცესის ორგანიზება მთლიანად. და მესამე, რა თქმა უნდა, არის სახელმწიფო განათლების სამინისტრო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ საჯარო სკოლებში დახვდეს ამ პროგრამას შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მასწავლებლების ბზაობა. ეს საინტერესო ამბავია, რომ სკოლიდან ჩვენ უნდა მივიღოთ მოსწავლეები, რომელსაც საბაზისო AI უნარები აქვთ, იციან სწორად გამოყენება ხელოვნური ინტელექტის და შემდეგ ჩდება კითხვა, ეხლა მე რომ გამოვდივარ ექიმი, ინჟინერი, იურისტი ან რამე სხვა, ის საბაზისო უნარები მაქვს. ეხლა როგორ უნდა გამოვიყენო, გადავიტანო ეს საბაზისო უნარები ჩემს პროფესიულ საქმიანობაში. აქაც ისევ დასავლური ძირითადად პრაქტიკა ამერიკული, ბრიტანული, ამბობს რომ ხელოვნური ინტელექტი ისევ როგორც სავალდებულო საგანი უნდა იყოს ყველა საუნივერსიტეტო პროგრამის ნაწილი. ყველა საუნივერსიტეტო პროგრამის ნაწილი შეიძლება იყოს ისევ ორი ფორმით. პირველი ფორმა ეს არის საბაზისო ტრენინგი ყველა უნივერსიტეტში, როგორ ვიყენებ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს. როგორც მაგალითად ბევრ უნივერსიტეტში საქართველოშიც კი აკადემიური წერა არის სავალდებულო საგანი. მეც გავლილი მაქვს მაგალითად. ისევე ხელოვნური ინტელექტი დაახლოებით იგივე ფორმატში შეიძლება იყოს პირველადი საორიენტაციო კურიკულუმის ნაწილი. და მეორე ფორმატი უფრო მაღალ კურსებზე სავარაუდოდ ეს არის კონკრეტულ სპეციალობებზე მორგებული AI-ის გამოყენების кейსები, ან გამოყენების კურსები, მაგალითად როგორ იყენებს ექიმი, იურისტი ან ანთროპოლოგი ხელოვნურ ინტელექტს და შემდეგ მაგალითად სამედიცინო განათლების შემთხვევაში შეიძლება იყოს კიდევ უფრო სპეციალიზებული მედიცინა, რადიოლოგიაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, თერაპიაში და ასე შემდეგ. და მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი, ისევ ესტონეთის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ეს არის AI-ის და მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით ახალი პროგრამების გაჩენა. ყველა ქვეყანა, ის ქვეყნებიც რომლის დროშებიც განახეთ და ის ქვეყნები რომლის დროშებიც არ მინახებია, ყველა თან ხვდება რომ ხელოვნური ინტელექტის ახალი პროგრამები საბაკალავროც და სამაგისტროც არის აუცილებელი თუ ქვეყანას უნდა რომ მართლა კონკურენტუნარიანი იყოს ამ AI რბოლაში. ისევ ესტონეთის მაგალითი არის ასეთი, რომ ესტონეთმა თქვა რომ წლიურად მინიმუმ 50 მაგისტრს გამოუშვებს მონაცემთა მეცნიერების და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. მინიმუმ. მილიონიანი ქვეყნისთვის ეს არ არის ცუდი რიცხვი. და ამისთვის შესაბამისად უნივერსიტეტებიც გადაეწყნენ ამ ფორმატზე, რომ მათ მონაცემთა მეცნიერების და ხელოვნური ინტელექტის პროგრამები უნდა განავითარონ. საქართველოში ბოლო 1-2 წელიწადში მინიმუმ 5 ესეთი პროგრამა გაჩნდა ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი და კარგი ტრენდია, მთავარია რომ ხარისხმა მერე გაამართლოს.
და რომ შევაჯამოთ ჩემი თავარი მესიჯი რაც მინდა რომ ამ ჩემი გამოსვლის მესიჯი იყოს სკოლა და უნივერსიტეტი ეს უნდა იყოს ორი ერთმანეთის გამგრძელებელი წერტილი რომელიც მოსწავლეს და შემდეგ სტუდენტს მოამზადებს იმ სამუშაო ბაზრისთვის სადაც 104%-იანი ზრდა არის წლიდან წლამდე 104%-იანი ზრდა არის იმ ვაკანსიებში რომელიც ითხოვენ ხელოვნურ ინტელექტის უნარებს. შესაბამისად, სკოლა, რომელიც ასწავლის საბაზისო უნარებს, როგორ გამოვიყენოს სწორად ხელოვნური ინტელექტი, ამას აჩვევს მოსწავლეს და შემდეგ უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტს ასწავლის მის პროფესიაში როგორ გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი, ეს არის ორი აუცილებელი კომპონენტი, თუ გვინდა რომ ჩვენმა talent pool-მა, ჩვენმა ახალგაზრდებმა, რომლებიც შემდეგ დაამთავრებენ სკოლას და უნივერსიტეტს, შეძლონ ამ შრომის ბაზარში ინტეგრირება როგორც საქართველოში, ისე გლობალურად. დიდი მადლობა.